დაუბრუნდით პირდაპირ. მოგესალმებით კიდევ ერთხელ ვინც ახლა შემოგვიერთდა, ვინც ვუთხრათ მაყურებელს აი ასე რატომ კიდევ ერთხელ მგონი ადვილი მისახვეწია რომ გავათავისუფლეთ სივრცე. რა თქმა უნდა ველოდებით. ასე რომ დანარჩენ მონაწილეებს. საუბრობ ერთ-ერთზე, რომელიც 19 ნოემბერს დაიწყება და მოდით ახლა ვნახოთ კიდევ ერთი ტიზერი, რომელიც უკვე ტრიალებს GDS-ის ეთერში. ამის ხმას აღარ ისმის და როდის და It's a bloody show. Coming on 19th of November. But I don't understand. Why are you here? You know this is vegetarian cafe. Yeah, I know. I just grabbed some. And the cake. I have my own bag. 19 ნოემბრიდან ერთ-ერთში. აი დაუბრუნდი. ფეხის ხმა გაიგე? ფეხის ხმაც მესმის, ბევრნი არიან თან. კი, ზარიც მალე იქნება. მაყურებელს კიდევ ერთხელ შევახსენებ, რომ 19 ნოემბრიდან ყოველ 4 შაბათს 10 საათზე თქვენ გელოდებათ საოცარი გარდასახვების შოუ და კონცერტი, სპექტაკლი, ყველაფერი ერთად, რაღაცა სიძანის საოცრები. გამარჯობა. ჩვენთან არიან ვანესა კილასოვია პროდიუსერი. ნინი ციკლაუ. კი ბატონო. ნუკა კვალიაშვილი და თვალსაჩინო ჩინო წარმომადგენელი გოგა მესხი. მოდი დასწრებით ყველანი, მოდი. მე მომწონს ჩვენ დიდი სტუდია გვაქვს. როგორ ახლა ზურა ისე გაართვი თავი. მოდი არჩევო. სამყაროს გტოვე. მადლობა. გერსად ხარ კვანძე ახლა იმდენი შეკითხვა აქვს ჩვენთვის დასასმელი ზურას. რეკლამის დროს საუბრობ. ავად. კარგად. იმატა ნერვიულობა. დავიწყოთ ესე იგი. კითხვა მაქვს. ესე იგი მთელი ცხოვრება მე მაქვს ინტერვიუ ზურა ხაჩიძესთან და მოვეწარე. ამას ჩემ ხოვით და იცვლება ცხოვრება კვანძე. დავქნათ ხანდახან იცვლება სკამები, რესპონდენტები. და ძალიან ხშირად. კვანცა რა მინდა კითხო, რამდენად რთულია საერთოდ დაყოლება აი ესეთ პროექტებში იმისთან ხალხის როგორიც მე ვარ, ან კიდე როგორიც ეს არაჩვეულებრივი სტუმრები არიან, ანუ მომღერლების. მოდი მაშინ რადგანაც ესეთ საშუალება მომეცა მე მგონი აი ეს პირველად ცხოვრებაში ზურამ დამისვა შეკითხვა და თან ერთ-ერთშიზე დამისვა შეკითხვა და თან ამ შეკითხვით დაიწყო პირდაპირ შეკითხვით გიპასუხებ. შენ იცი რომ მე ძალიან ბევრჯერ დაგირეკე შენ ორივე სეზონზე. მიგიღო მონაწილეობა ამ პროექტში და მტკიცე უარი მიიღე. როდესაც საუბარია, ოდესმე მიგიღია თუ არა უარი ასე თქვათ მომღერლისგან პროექტზე და სხვათა შორის ინტერვიუებშიც მეკითხებიან ხოლმე არიან თუ არა ისეთები ვისაც უარი უთქვამს არსად სახელდაგვარს არ ვასახელებ მაგრამ აი პირველად ჩვენში დარჩეს ერთ-ერთი მათგანი არის სწორედ ზურა რომელმაც მე ორგზის მითხრა უარი და ბევრია ხოლმე ზურაში შესაბამისად მესამეზეც გასამდება მესამე სეზონზე ჩვენ ძალიან მეგობრობ და მესამე სეზონზე უბრალოდ კიდევ ერთხელ დავაფიქსირეთ რომ მესამე სეზონი ახლოვდება მეთქი და ისე წერ მაინც თქო რომ იცოდე თქო და ნუ პასუხი უკვე ვიცი რასაც მომწონს ანუ ზურა არის იმ სტილის და იმ ტიპის მომღერალი რომლისთვისაც პრინციპში ეს გარდასახვის შოუ არ არის ის რითიც ის გამოიჩენს თავს ეს არის ერთგვარი არგუმენტი მისი თუმცა აქვე მინდა გითხრა რომ მე რატომაც მგონია რომ შენ ხარ ის მომღერალი რომელსაც ერთ შენიერ დღეს მეც ესე მგონია არის წავაწყობდიო კარგად აღნიშნა ერთ რამეს დამპირდი თუ კი გავაკეთებთ მეოთხე სეზონს შენ იფიქრებ ამაზე უკვე აქტუალურად და იქნები უკვე სტუმრად ვითარცა ეს დათანხმების ტოლსია მივიღებ ეს ანუ ვიფიქრებო სტუმრებს დავუთმოთ ეხა თუ შეიძლება დრო და რაღაცები მინდა ვკითხოთ ხო? კითხოთ. გოგა, რამდენად რთული იყო და რამდენად ეჭიდავე საკუთარ თავს თუ პირდაპირ წახვედი ამ გამოწვევაზე. სამსახიობო დონეზე როგორ შეა? პირიქით გვანცას ადრე ვუთხარი რომ მეთქი იმდენად ხიბლავს ეს პროექტი. ნუ ჩემი პროფესიიდან გამომდინარე მე ხომ მსახიობი ვარ, არავინ არის, ბევრმა არის. არ ვიცოდი ჩემთვის. ნუ მე და სუხიტა მსახიობი ვარ ზურას და ნუ პარალელურად ვღერით არა, ნუ
ესე უფრო მღერით ვიდრე უფრო ესე გიცი. ძალიან მაინტერესებს არა ღელავ რა თქმა უნდა ეხლა ქაოსს ეხლა ცოტა მაღლებზე იქ ნუ ვერ წარმოვიდგენია მაგრამ მომიწევს თუ ამოგივა არა გადავჩები მე მე მგონი არავინ არ გადარჩენილა გადარჩენილა ვინმე რომ ვაკეთო არავინ ეს არის შოუს ერთ-ერთი მთავარი პრინციპი იმის რომ ვერ გადარჩენ სხვა სქესის საპირისპირო სქესის წარმომადგენელი შეხვდეს შესაბამისად ვერ გპირდები რომ გადარჩები და აუცილებლად შეხვდება ლოტოტრონზე ერთ ჩვენი ერთ დღეს ყველაზე ბევრჯერ შეხვდეს თუ ძალიან გააპროტესტე ჩაგიწყობთ ერთი ორჯერ სამჯერ რა შევეხეთ რეპერტუარში ხარ ერთადერთი ადამიანი რომელმაც იცის წინასწარ გარკვეულწილად რაღაცა ლისტი რეპერტუარი აი ამ ადამიანების რა თქმა უნდა არ არის ერთადერთი ვარ ის ადამიანი ვინც რეპერტუარს ამზადებს ამ მონაწილეებისთვის და ყველაზე ადრე ვიცი რა თქმა უნდა თუმცა ეხლა გუნდმა სტაფმა როგორ არგებ და როგორ არჩევ ზოგადად ამ რეპერტუარს რის მიხედვით რა არის მთავარი კრიტერიუმი ეს არის შოუ სადაც უნდა გავითვალისწინო პირველ რიგში ამათი ხმის ტემბრი რადგანაც აქ უნდა მიბაძონ სხვა მომღერალს ანუ მთავარი კრიტერიუმი არ არის ის რა მხელა დიაპაზონი აქვს და რა ნოტზე შეუძლია ასვლა და დუციეს არამედ ხმის ტემბრი როგორ მოერგება ამა თუ იმ ცნობილ მომღერალს შესაბამისად იმ მომღერალს რომელსაც აქვს სიტყვაზე ძალიან მაღალი დიაპაზონი და აქვს თქვათ რაღაცა განსაკუთრებული ხმა ის შეიძლება დაბლებში ასე ვთქვათ შინაურულად რო ვისაუბროთ დაბლებში არ იყოს კარგი ან ძალიან გაუჭირდეს ამიტომ რაღაცა შუალედი ნაპოვნი მაქვს მომღერლების მაგრამ რისკზეც მივდივართ ვთქვათ თუ დაბლებში არის ძალიან ძლიერი იქ შევეცადო რომ ოდნავ ზემოთ წაიღოს რაღაცნაირად ნოტა. აი ცდილობ რომ პირველ რიგში ალბათ ტემპს ვითვალისწინებ. მეორე იმას რომ მე ამ მომღერლებს წლებია ვიცნობ და ზუსტად ვიცი რა არის მათი ხასიათი და რაში გრძნობენ თავს კომფორტულად. შესაბამისად რაღაც მომენტში ვცდილობ რომ იყოს ის რაც მათია. თუმცა ვერავცდები შოუს მთავარ პრინციპს, მოულოდნელობის პრინციპს და ექნებათ მათ აუცილებლად რეპერტუარში ისეთი რამ, რასთანაც შეხება არასოდეს ქონიათ. ეს მაყურებელს საინტერესო. ამიტომ რაღაცა ამ სახის სიურპრიზები მათთვისვე, რადგან ეს იყოს მათთვის გამოცდილება და არა ის, რასაც აკეთებენ მთელი ცხოვრება, ეს შოუ უნდა იყოს სიურპრიზებით პირველ რიგში მათთვის ახსავსე და ესენი როცა თავს იგრძნობენ კომფორტულად და აზარტში, ეს ყველაფერი გადავა მერე ტელეეკრანზე მაყურებლისთვის. შესაბამისად არის ბევრი კომპონენტი, რითიც ვარჩევთ აი ერთ-ერთი კომპონენტი მაგალითად არის ის, რომ რაღაცა გრიმიორებს ოდნავ გაუადვილო საქმე და რაღაცა ტიპაჟურათაც შიდა სამზარეულოს მეკითხებით და გეტყვით, როდესაც ლისტს ვადგენ, რა თქმა უნდა, თქვათ სიტყვაზე ნინი ციკლაურისთვის და ვფიქრობ იმ 10 მომღერალს, რომელიც უნდა შეხვდეს მას. მე შემდგომში, როდესაც ელენა ისაუბრებდა ალბათ ამ მომენტზე, როცა გრიმიორები ჩამოდიან ყალიბის ასაღებად, მე უკვე გრიმიორებთან გავდივარ კონსულტაციას, მოერგება თუ არა უკვე ვიზუალურად ესა თუ ის ტიპაჟი, თქვათ ნინი ციკლაურს. უთქვათ ზოგიერთ მონაწილეზე, რომ აი ამას ვერ გადავაკეთებ. მე პირველ მეორე სეზონებშიც და ამ სეზონზეც, როდესაც ლისტი მკავებია ხელში და ასე მგონია რომ გავიმარჯვე და მე 10 მომღერალი შევარჩიე და მგონია თან ვიზუალურად უკვე ვადარებ თქვათ ნინი ციკლაურის ფოტოს, იმ ცნობილი მომღერლის ფოტოს და ვფიქრობ რომ იდეალურად გავს მე და ელენეს ქონია ესეთი დიალოგი. ძალიან გავს. აი აუცილებლად გამოვა გრიმს თქოს რომ არ არსებობს. იწყებ თავიდან ფიქს რომ ვინ შეიძლება. ანუ რა თქმა უნდა, ანუ გრიმი არის ერთ-ერთი მთავარი ბეჭდის დამრტყმელი ამ ყველაფერზე. თუ კი მეტყვის გრიმი რომ ამისგან არავითარ შემთხვევაში არ გამოვა და იქნება ცუდი, მე ცუდი ასე ვთქვათ სახე ეთერში არ მაწყობს. და კიდე მთავარი თვითონ მომღერლისთვის ეს ძალიან ცუდი არის, როდესაც ვერ ეს არ არის შოუ, რომელიმე იყოს სუსტი რგოლი. ეს არის გუნდი, რომელიც მინდა რომ 8 მონაწილე იყოს ძალიან მაგარი და 8 ნომერი თითო ლაივზე იყოს ერთმანეთზე უკეთესი და ტელეეკრანთან ჯდომი მაყურებელი ამბობს როგორ გავს, ანუ და რო დაიწყებს სიმღერას, ვარა, მაგრამ იბაძა. აი ეს არის მთავარი, ასე ვთქვათ, წარმატების ფორმულა და კიდევ მთავარი რეპერტუარში არის ის რაღაცა ოქროს წესი, რომ ეს იყოს ძალიან ცნობილი მომღერალი და ერთგვარი ოქროს ჰიტი, რომელიც ამოვა. ანუ შეხება გექნებათ მხოლოდ და მხოლოდ ჰიტებთან და შეხება გექნებათ მხოლოდ და მხოლოდ ცნობილ მომღერლებთან. აქ ვერ ვნახავთ უცნობ მომღერალს, რომელიც თქვათ ხალხმა არ იცის ვიზუალურად როგორია. გოგოებო, 7 ნოემბერია უკვე.
ცოტა დარჩა. რას ფიქრობ? ჩვენ თან როდესაც სტუმრად მოდიან ხოლმე წინა სეზონების შემთხვევაში მონაწილეები, ბიჭების მთავარი გამოწვევა არის გოგოებად ქალად გარდასახვა. გოგოების შემთხვევაში და კონკრეტულად თქვენ შემთხვევაში რა არის გადამწყვეტი და რაღაც ისე გეშინია. ხადია ეგ ძალიან საშიშია, ხო, ძნელია. საშიშია რა, უფრო ძნელია. რა თქმა უნდა. ხო, მაგრამ მე მგონია რომ ქალისთვის უფრო ადვილია მამაკაცად გადაქცევა, ჩემი აზრით, ვიდრე კაცისთვის ქალად. აბა რა არის? კაცის ხმის მიღება უფრო და პირიქით. ზოგადად ანუ ესტრადაზე ძირითადად ძალიან ბევრი მამაკაცი, ნუ არა ხა ბარივაიძე საუბარი და ასე შემდეგ, ბევრი მამაკაცს აქვს მიახლოვებული ქალთან ტემპრები. ძალიან დიდი შანსი შეიძლება რომ რაღაცა გაგვიმართლოს და ამოვიდეს ისეთი ავტოტრანსპორტი, როცა რაც მგონია რომ ქალისთვის უფრო მარტივია კაცი მიბაძოს ვიდრე კაცს. ერთნაირად არის შიში და მოლოდინი. არა, კაცი ცოტა. კაც კიდე ერთი დამატება სანერვულო ისა ქროხოთან ქუსლებზე ერთი პირად ეკნება და დაბლეზედადიან აქ. სახში უნდა ივარჯიშოთ ამიტომ. ხო, მაგრამ აი კონტრასტული ეგეთი პერსონაჟი 45 ზომა მაღალი ფერსატველი სადმიშობ. სახში ივარჯიშო. აი ხო თქვა ერთულია უფრო. ერთი რაღაცა მეკითხო, შეიძლება პერსონაჟი გავდეს, ქერა გოგო იყოს შენსავით, ანუ ხმაც გიგავდეს, მაგრამ გაგიჭირდეს უცბად. არ არის საუბარი, მაინც ეს კონტრასტულ პერსონაჟი როგორც არის კაცმა, რომ ხალი გააკეთოს. რაღაცები შენ გამოვარინი მომიტევს ადრე. ნუ არ ვიცი, ისე საერთოდ ყოველთვის, როდესაც სახლში მეცადინეობდი, ისე ვმღეროდი, ნუ რაღაც მომენტები იყო უფრო ბავშვობაში, როდესაც ვბაძავდი ამ მომღერლებს. ანუ მქონდა ის მომენტი, რომ ხო, მქონდა ის მომენტი, რომ რაღაც შემეძლო, ანუ ჩემი ხმის რაღაც ტრანსფორმაცია და გადასვლა იმის ხმაზე. ასე რომ ეს ბავშვობიდან მქონდა, მე უბრალოდ დავიხვეწე და ვეცადე, რომ უფრო ჩემებურად მემღერა და ინდივიდუალური მცდელობები და ეს გიადვილებს ალბათ. ყველა მუსიკოსს აქვს ხო ამის ცდილობა რაღაც ეტაპზე სანამ ვიწყებთ ესე ვთქვათ რაღაცის შესწავლას და ჩვენ რაღაცებს რეპეტიცია რაღაცებს სახში ყოველთვის ყავს კუმირი ვისაც ბაძავს. მანცა ხო არ გიფიქრი ამ ესე ვთქვათ ერთ-ერთში გადატანა სცენაზე ამ ფილარმონიაში სადმე ამ კონცერტის სახით მოეწონათ მონაწილეები. რატომ არის იდეა და ამაზე მიდის საუბარი შეთაშორის შენ პროდიუსერებში უნდა აგიყვანო. დილემის შედგავა რა შენ წამყვანად დაქტოვოთ თუ ერთ-ერთი საპროდიუსერო ჯგუფში წაგერა. ძალიან გავწესდეს. ანუ ამაზე მიდის საუბარი წინა სეზონზეც იყო ამაზე საუბარი, საახალწლო ხო არ გავაკეთოთ ფილარმონიაში. ძალიან კარგი იქნება, იმიტომ რომ მე შენი მეც რო იცი რომ შენი მეგობარი ვარ. ესე იგი, მთელი თბილისი თუ არ ნახევარი მირეკავი, როცა ეს გადაცემა იწყება, რომ ბილეთი გვინდა რომ დავესწროთ. ამიტომ თუმცა ჩვენ აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ რასაც ვაკეთებთ ჩვენს კლუბში, ეს არის დასწრება უფასოდ, რიგდება მოსაწვევები, მაგრამ თუ კი რაღაცნაირი ბიზნეს გეგმა დაივდება და გვეცოდინება, რომ ფილარმონია შეივსება, მოლაპარაკებებს აქვს თუმცა ერთი რამ მინდა გითხრათ, ეს არის სატელევიზიო პროექტი, რომელიც თემ სოფლიოში მხოლოდ ტელევიზიით, ანუ სტუდიური პროექტია, რომელიც არასოდეს გასულა გარეთ. და თუ კი ჩვენ ამას გავაკეთებთ, საქართველოს იქნება პირველი პრეცედენტი იმისა, რომ თქვათ გაიტანა ეს შოუ გარეთ. ეს კიდევ სხვადასხვა რაღაცებზეა დამოკიდებული ეს ყველაფერი რომ გადაიტანა. ანუ სათაო ოფისი ითხოვს იმას, რომ სტუდიას არ გაცდე? ანუ სათაო ოფისი. ენდემოლი ბევრ ამას ითხოვს, ენდემოლს აქვს თავის ბიბლია წესები, რომელსაც არ უნდა აცდეს კომპანია, როდესაც ყიდულობს ამ პროექტს. ეს არის სტუდიური პროექტი სატელევიზიო ფორმატის. დოგმატურად არის. როგორც არის თქვათ სხვადასხვა პროექტები ცნობილი, შესაბამისად ეს არ უნდა გავიდეს პრინციპში გარეთ. თუმცა ესე კაცრი მითითება, რომ თქვენ არ გახვიდეთ გარეთ, არ არის. უბრალოდ ჩვენ არ გავსულვართ და არ ვთვლით საჭიროდ, რომ უბრალოდ ავდგეთ და გავიდეთ. ერთადერთი რაც შეიძლება მოხდეს, სურასი არ იყოს, ერთი კონცერტი მოხერხდეს ყველა სამი სეზონის საუკეთესო ნომრები იქნება კარგი, იმიტომ რომ დაეწება ძალიან ბევრი ადამიანი და სიამოვნოს. მომღერლის ვისაც სასიამოვნოა, როდესაც ამდენი ადამიანი ესწრება და გისმენს ყველაზე დიდი. მე ერთ-ერთის მესამე სეზონი იმით არის კიდევ გამორჩეული, რომ ყველაზე ახალგაზრდული შემადგენლობაა, ხო? ესე დაემთხვა,
რაღაცა გათვლა იყო. მაქსიმუმი რამდენი? მართალი ხარ? მე არ ვიცი წინა ბლოგში ახსენეთ თუ არა თქვენ გიორგი სუხიტაშვილი, რომელიც არ არის და მე მაინც აი რაღაცის პროდიუსერული ის რომ არ დაიჩაგროს არავინ ასე თქვა. ჩვენ გვაქვს 7 მონაწილე მოვიყვანეთ დღეს გიორგის მინდა მივესალმო აქედან მოვიკითხო და უთხრა რომ შენ ამ გუნდის ერთ-ერთი ასე თქვა თვალსაჩინო წარმომადგენელი ხარ სუხიტა ჩვენთან ერთად ფიზიკურად ვერ არის იმიტომ რომ არის სადღაც კონცერტზე რასაც უკვე 19 ნოემბრიდან გპირდები რომ ვეღარ მოახერხებ ვოიაჟები ასე რომ ნამდვილად არის ახალგაზრდული შემადგენლობა და მე მგონი პირველად ამ სეზონზე შეიკრიბა ის რომ მონაწილე ვინც ერთმანეთის განსაკუთრებული მეგობარი. ეს რა ხელი შემშლელი. მაგრამ ძალიან კარგია რომ ამ მეგობრებიდან არავინ არ ვარდება. არავინ არ ვარდება, მაგრამ საბოლოო ჯამში მაინც ვიბრძვით გამარჯვების ხო ესეა და როგორ იქნება? საერთო სამეგობროები გყავთ თანამ გამესაება როგორ სამეგობროები. მე გეტყვით ერთ მაგალითს, თვალსაჩინო მაგალითს გასულ სეზონთან დაკავშირებით, როდესაც დუმბო, ნათია დუმბაძე იღებდა მონაწილეობას, იცით რომ მათი სამეგობრო არის. ნინი ციკლაური, სალომე ბაკურაძე, სუხიტა, აი ყველა კი ვინც არის, ეს არის მათი სამეგობრო. და დუმბოს გულშემატკივრობდა მთელი თავის სამეგობრო. წარმოიდგინე. ეხლა დუმბო არის დილემის წინაშე. ნინი ციკლაური, სალომე ბაკურაძე, სუხიტა, რა გაგვიკეთეო ესე რომ რა გავაკეთოთ მოკლედ და ძალიან ბევრი ესე აი ამ თაობის მომღერალი არის დილემის წინაშე, რომელ მეგობარს უგულშემატკივროს, თუმცა მთავარი პრინციპი არის ის, რომ სხვა შოუებისგან განსხვავებით, რომ თქვენ არ ვარდები და აუთსაიდერები არ გახდებით, ეს არის ყველაზე იღბლიანი შოუ ამ მხრივ, იმიტომ რომ არ არის სტრესული გარემო ამ მხრივ, რომ გული არავის არ ტკივა. არ ტკივა, შესაბამისად, ერთადერთი მიზანი უნდა გქონდეთ იმისა, რომ 8 კაციდან 4 ფინალისტად დასახელდეთ და მიიღოთ ის ძალიან ძვირფასი პრიზები, რომელსაც კომპანია ამზადებს თქვენთვის. ეს არის მთავარი მიზანი თქვენთვის და გაატაროთ საუკეთესო დრო ჩვენთან ერთად, მიიღოთ საუკეთესო გამოცდილება უცხოელ პედაგოგებთან ერთად და შეძლოთ ცხოვრებაში 10 ცნობილი მომღერალი იყოთ. გვანცა ორი სეზონი არ არის ცოტა. კი, არ არის. ვიწყებთ მესამე სეზონს, GDS იწყებს მესამე სეზონს და კიდევ ერთხელ შევახსენებ, რომ 19 ნოემბრიდან იქნება ეს. და აი რა მოგცა, რა გასწავლა, რა ცვლილებები გექნება შენთვის, არ ვამბობ ეს მაყურებლისთვის თვალსაჩინოს, რა მოგცა ამ ორმა სეზონმა, რა შეცდომები იყო, რა იყო კარგი, რა აღმოაჩინე ზოგადად რა. ერთიც აისახება მესამე სეზონზე. ერთი რამ მინდა ვთქვა, ჩემთვის სეზონები მუშაობის პრინციპით არ განსხვავდება ერთმანეთისგან. ჩვენ არ გვაქვს მიზანი პროდაქშენს რომ იყოს ერთმანეთზე უკეთესი, ეს გამორიცხულია, იმიტომ რომ თითოეულ სეზონში ვზევთ ზუსტად იმდენ შრომას, რამდენიც საჭიროა ამ პროექტისთვის და ერთადერთი უბრალოდ სურვილი მაქვს, რომ ენერგია გქონდეს იმისა, რომ არ მოვაკლოთ რაღაც. მე ვერ გეტყვით, რომ პირველი სეზონი იყო, ვთქვათ, კარგი, მერე იყო უკეთესი, თუმცა მონაწილეებს უჩნდებათ ხოლმე ამისი თქმის სურვილი, რომ აი ჩვენი სეზონი ჯობდა ჩვენეთში ყოფილა და აქვე ძალიან ხშირად არის საუბარი ხოლმე, რომელი დედა უფრო გიყვარს, მამა, რომელიც წიგნი გიყვარს, რომელიც დაწერე, რომელი სიმღერა, დაახლოებით ხვდები ხოლმე, რატო პასუხობენ ესე. ზუსტად იგივე შეგრძნება მაქვს ახლა სეზონებთან დაკავშირებით. უბრალოდ პირველი, როგორც ასევე აყოლებენ ხოლმე, პირველი შვილი არის ყველაზე ტკბილი, პირველი ვთქვათ რაღაც ზიარება რაღაცასთან, პირველი სიყვარული ყოველთვის პირველი სიყვარულია და ასე შემდეგ. შესაბამისად, პირველი სეზონი იყო ჩემთვისაც ძალიან დიდი გამოცდილება, იმიტომ რომ ამ ხელა მეგა შოუზე მე არასოდეს მიმუშავია და ეს იყო ჩემი როგორც პროდიუსერის ძალიან დიდი სურვილი ცხოვრებაში, რომ მე დიდი შოუ მეკეთებინა, ეს მე ამ მხრივ ავისრულე, თუმცა ეტაპ-ეტაპ სწავლობ, უფრო სწრაფად გამოიყენო დრო იმისთვის, რომ ეფექტური იყო და ყველაფერი უფრო მოაბილიზო რა. ალბათ ეს არის მთავარი. თუმცა ერთადერთი რაზეც ვფიქრობ, ეს არის მუსიკა, რეპერტუარი, რომელიც მინდა იყოს ხალხისთვის საინტერესო და საყვარელი, ამიტომ ჩემი მუდმივი ძიება არის მე და ჰიტები პრინციპში არ არის სირთულე, იმიტომ რომ მე გამოვიარეთ 15 წლიანი რადიო ფორტუნა, შესაბამისად ჩემთვის ეს არის ძალიან სასიამოვნო პროცედურა, იმიტომ რომ ფორტუნა ამ მხრივ ძალიან დამეხმარა. შესაბამისად მე არ მიჭირს თქვათ რაღაც სიმღერების მოძიება, მაგრამ მინდა იყოს ისეთი, რომელიც თელს აუდიტორიას ესიამოვნება და ამათ ესიამოვნება თუ არა, ნაკლებად ვფიქრობ რაღა დაგიმალოთ, იმიტომ რომ ამათი მთავარი მიზანია ეს ყველაფერი მოირგონ ბოლომდე, მაგრამ ამათ რაღაც ნიუანსებსაც რა თქმა უნდა ვითვალისწინებთ. ასე რომ მესამე სეზონი იქნება უფრო ტემპერამენტული, მე ესე მგონია, იმიტომ რომ ყავს ახალგაზრდობა, რომელსაც არაფრის არ ეშინია და ყველა გამოწვევაზე წამოვლენ. თან ხვდებით, რომ როდესაც იღებ მონაწილეობას ერთ-ერთი ხარ ძალიან თამამი და რისკიანი.
კი, მე მგონი ვთანხმდებით. მაყურებლის თვალით იყო. ეს იმიტომ ეგერ ზურამ ეს ნაბიჯი ვერ გადადგა სწორედ ამის გამო. პრაგმატული მიზნების გამო არ გადადგა. დაფიქრდა რაღაცები, განსაჯა რაღაც არა. არგუმენტირებულად ხსნით ატომას არ გადადგა. მოდი, დაველოდოთ მეოთხე სეზონს, მე მგონი გვანცაბით. ვინც გადადგა ძალიან მაგარია მეთქი პირიქით. ხო, არა, მეც იგივეს ვამბობ, ვერ გადადგა. მე შეიძლება ფიქრობდე რომ აი შეიძლება ან ვოკალურად არა მარტო ზოგადად ვერ შევასრულო ის როლი ვერ ვითამაშო ის ობრაზი ვერ მოვუკაცრავად რუსული ჟარგონით ვერ ჩავждე ფიქრობ რომ კარგად ვიცნობ ჩემ თავს იქიდან გამომდინარე ცოტა მგონია რომ აი რაღაცა არ იქნება ისე კარ მაგრამ აი ეს სხვა რამეა კიდე რა მინდა გვანცა კითხო რამდენად რთულია ეს ლაივში რაც ხდება ეს სტაფის თვალსაზრისით არ იქნება რაღაცა პრობლემა უცბად რაღაცა უნდა წუთი წუთზე უნდა გავიდეს ეს მგონია რომ ძალიან კარგად გაქვთ აწყობილი და აი ამაზე გვინდა მელაპარაკო იმიტომ რომ რამდენად ეს რთულია ვიღაცებს უკითხავთ კიდევაც ჩანაწერი ხო არ არის რამდენად მოწესრიგებული არის არაფერი არ მოხდა დროს როგორი ამაკი არის განსაკუთრებული რამ ტელევიზიაში დავიწყოთ შუადღიდან რომელიც ასევე ლაივში ჩვენ ახლა პირდაპირ ეთერში ვართ ეს ყოველთვის უფრო რთულია ვიდრე ის თქვათ ток-შოუები რომელიც ჩანაწერში მიდის ახლა მე მიმუშავია ток-შოუზე რომელიც ჩანაწერში მიდიოდა იქ სხვა პრობლემები იყო და ლაივი არის ვერაფერს ვერ შევადრი ეს არის რაღაცა საერთოდ სხვა სამყაროა, იმიტომ რომ როდესაც საეთეროში ხარ და ჩვენ დროს ძირითადად მანამდე კულისში და მე უკვე საეთეროში ვატარებთ რამდენიმე ადამიანი და როცა რჩება წუთი ეთერამდე და ეს ქუდი უნდა წავიდეს, აი იქ იწყება ის რაღაცა საგიჟეთი. უბრალოდ მთავარი არის ის, რომ ყველა სტაფის ყველა წევრმა იცის ზუსტად რა გააკეთოს. პირველი სეზონი ამხრივ იყო, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი მაგალითი და გამოცდილება, რომ კარგად გაგვეგო ვის რა უნდა გაგვეკეთებინა. შესაბამისად მეორე სეზონში უკვე ეს ყველაფერი გამოცდილება დაემატა და მესამე სეზონზე უკვე ყველა ვიცით და სტაფის წევრები მეკითხებიან, როდის იწყება ერთი. ჩვენ ისე გავუმკლავდით ამ მეგა შოუს და აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ეს არ ხდება რომელიღაც იმ არხზე, რომელსაც აქვს ამის გამოცდილება, ეს ხდება GDS, რომელიც რამდენიმე წლის არის და ეს იყო პირველი შეხება მეგა პროექტთან. ანუ ამით არის კიდე აღსანიშნავი ის, რომ ძალიან ახალგაზრდა ტელევიზიამ შეძლო აი ამხელა მასშტაბი live show ჩაედო პირდაპირ ეთერში და აქვე ამათთვისაც არის დიდი გამოცდილება, ამათ ქონიათ შეხება live show-ებთან პირდაპირ ეთერში, ცოცხალ შესრულებასთანაც მე არანაირი პრობლემა ამათთან არ მექნება, იმიტომ რომ ამათ ეს გამოცდილება აქვს. ამ მხრივ ცოტა მშვიდად ვარ ამ სეზონზე, იმიტომ რომ ზუსტად ვიცი რომ ყველას პირდაპირ ეთერის და ცოცხლად სიმღერის პრობლემა არ აქვს და იფიქრებენ მარტო 19 ნოემბრიდან საღამოს 10-ზე ხომ დრო არ შეჭრილა 4 შაბათს 10 საათზე. ყოველ საღამოს ხედავთ ტელევიზორთან და თვალყურს ვატენებთ ერთ-ერთი. მე მინდა კიდევ ერთხელ მონაწილეები ჩამოვთვალოთ ჩვენს ტელემაყურებელს ნინი ციკლაური, ნუკა კვალიაშვილი, გოგა მესხი გიორგი სუხიტაშვილი, რა თქმა უნდა, ასე რომ უყურეთ თქვენ მართლაც წინ დაუვიწყარი შოუ გელოდება, თავისი სიურპრიზებით, რაზეც გვანცა მისაუბრა, ჩვენ კი რეკლამის შემდეგ დავუბრუნდებით. და დიდი მადლობა თქვენ.